თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევებზე, სადაც საუბარია დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ. საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე ეკალალიაშვილი ამბობს, ავარიების დროს დაღუპულთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი, ხოლო დაზარალებულთა ოდენობა 18-ით. მინდა გაგაცნოთ პირველი კვარტალის სტატისტიკა მიმდინარე წლის, რომელიც საკმაოდ გაზრდილია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ამ პირველ 3 თვეში დაიღუპა 112 პირი, დაზიანდა 1763, ხოლო 1360 საგზაო შემთხვევა მოხდა. ეს მიმდინარე წლის წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გვიჩვენებს, რომ 20%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი და საგზაო შემთხვევები, ხოლო 18%-ით არის გაზრდილი დაზიანებულთა ოდენობა. ფიქრობ, რომ ყურადსაღებია აღნიშნული სტატისტიკა, იმიტომ რომ 20%-იანი ზრდა უკვე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და რაღაც აუცილებლად გასაკეთებელი არის სახელმწიფო დონეზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ფეხით მოსიარულე დაიღუპა 50, რაც ნიშნავს იმას, რომ დაღუპულთა შორის ყოველი მეორე იყო ფეხით მოსიარულე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ პროაქტიული ქმედებები დაიწყოს ქვეითების უსაფრთხოების კუთხით. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზად სიჩქარეს ასახელებენ რიგითი მოქალაქეებიც. მათი თქმით, მიუხედავად გაზრდილი ჯარიმებისა, ცხოველები არ იცავენ მოძრაობის წესებს, არ ღვევენ ქვეითებიც. ინსპექტორი ბრალი არც ყველა ჩვენ არ უნდა დავიდეთ რულზე ნასვამი ნარკოტიკი არ უნდა მივიღოთ, ნელა უნდა ვიაროთ. ახლა ინსპექტორებმა რა ხნან ახლა ზოგი ნათესავია ვერ აჩერებს, ზოგი ის არის და ყველამ თან უნდა შევიკავოთ. სულ ყველამ რომ მე რა შვაში ვარ გადავდივარ ახლა იქა და დამეჯახები თან. ყველამ უნდა შეიკავოს თავი. მოტოკონო თუ არ აქვს ნერვები უნდა ხდებიან როლზე. უნდა დავიცვათ ჩვენ მოქალაქე უნდა დავიცვათ წესი და ზებრა გადასასვლელი უნდა ვიაროთ ყველა თავის ადგილს სადაც როგორ არის წესი. არაფერი არ მოხდება. 1000 პრობლემა 1000 მიზეზია და არა გვაქვს კარგი საერთოდ და ალბათ ნერვიულობის ნიადაგზეც ხდება, სიმთვრალის ნიადაგზე, რა ვიცი, რას გავიგებთ. ბევრი რამე შეიძლება ჩავთვალოთ მიზეზად. ძალიან გადაჭარბებული სიჩქარე დადიან ბევრი და შესაძ მომატებული არის მანქანები ძალიან თორემ. ძალიან არის მომატებული. შულები დადიან და რულზე როზი ხარ და ტელეფონზე ლაპარაკობდა. სიგარეტი ქაჩავ რა ავარია არ მოახდენ, ოღონდაც მითხარით. 2 დღის წინ გორში სტალინის გამზირზე შუქნიშნებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 2 არასრულწლოვანი დაშავდა, დაიმტვრა 3 ავტომობილი.